მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელო და ტელემაყურებლებო, ორშაბათი დღე არის, ძიმე დღე, დღეს ძიმე გრაფიკი მაქვს მე, თქვენც ალბათ და დავიწყოთ რა, რაც არის, ხო? თუ არ გადავაგორეთ ორშაბათი, პარასკევი და შაბათი ისე არ მოვა. ამიტომ ორშაბათს ვიწყებთ ჩვენს გადაცემას, რომელსაც ქვია შალარამიშვილის დილა. დღეს გვანცას ვკითხავ ახლა ვინ არის ჩვენი სტუმარი? გოგი, ბატონი გოგი ოთმაზური, ისტორიკოსი. რა თქმა უნდა, რო შემახსენე არ ვიცოდი? გაუცნაურია. ყველაფერი მახსოვს კარგად. ეგეთები რო არის. რას მახსენებ, კაცო? როგორ ხდება ვინ არის? კარგი. და მანამდე სანამ ბატონი გოგი მოვა, ჩვენ გვაქვს საშუალება რომ დარეკოთ თქვენ და რაღაცები მითხრათ თუდებ ძირითადად. ან კარგები არ ვიცი. 2-400-460. შეიძლება რუსები რო თვითონ походу პიესი მოგვაფიქრდეს საუბრის თემაც. ჯერჯერობით თავისუფალი თემაა და ნახოთ რა შემომთავაზებთ. ყავს მსმენელი? ალო? არა ყავს. 2-400-460. ხსოვნის კვირეულია, იცით რომ 25 თებერვალს აღინიშნებოდა გასაბჭოების დღე, საბჭოთა საქართველოში ხელშემდე ეს თქონდა აღარ აღნიშნავდი და დღეს აუჩნდათ კვირეულს ოკუპაციის ერთ კვირას. 2-400-460 ჩვენი ტელეფონის ნომერი. ალო? რამდენად მიზანშეწონილია ახლა ასეთი მასშტაბით კვირეულის აღნიშვნა? ეს საკეთ თემა. 2-400-460. ალო? ალო? დიახ. სალვა? დიახ. გამარჯობა. გამარჯობათ. რა მინდა იცი შევეხო ეს საფოსტო გზავნილები. დიახ. რა ფასები უდევს ამ თავრობას, რა ვიცი, აი ჩემს შვილს გამოუგზავნე საფოსტო გზავნილები და ისეთი ფასები ადევს, რომ გაგიზრდები. საბაჟო გადასახადი, რა ვიცი, 217 ევროსი იყო და 120 ლარი უნდა გადვიხადე. ნუ? რატო სხვა ქვეყნებში, აგე გერმანიიდან თვითონ $5 ჯდება გამოგზავნე. აქ რა არის ეს საქვეყანა ვიცხარ. კარგი და არ ვიცი, ძალიან ცუდ ქვეყანა, არა მარტო ამიტომ. გაზეთებს ვადევნებ ახლა თვალს და prime time-ში არის მარად იგივენი და ივანიშვილის პრეს-კონფერენცია არის გადაღებული. ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის დაფუძნების, კოალიციის დაფუძნების პრეს-კონფერენცია არის გადაღებული, მარად იგივენი და საინტერესო არის ახლა იმ ქვეყანაში, სადაც მაგალითად გიგი წერეთელი არის ყველა მთავრობაში. მამაშვილი, გაბაშვილი არის ყველა მთავრობაში. ბატონი მიშა მაჭავარიანი, აი ამ ქვეყანაში ხათუნა გოგორიშვილი, რომელიც არის არჩევნების კაიმასქნების დიდოსტატი და ძალიან ფასდაუდებელი კადრი სააკაშვილისთვის, იმიტომ რომ ახლოვდება ეს არჩევნები. ბარამიძეგია, აი თვითონ მიხეილ სააკაშვილი მარად იგივენიზე პირველ რიგში მათზე უნდა დაწერონ. ნუ გასაგებია ახლა. მართალია რა ხდება. 2-400-460 ჩვენი ტელეფონის ნომერი. ალო? ალო? დილა მშვიდობის. გამარჯობა, ნინო ხარ? შიშარა და კონფორმისტი. შენგან ასეთი სახელით და ამცი რა ქვია წოდებს. არ გინდა ახლა არ გინდა დილა ადრიან რაღაც რთული აზრობრივი კონსტრუქციების ჩამოყალიბება არ გინდა. დილა ადრიან easy მარტივად. easy არის ის რომ ამ ხნის განმავლობაში მე დავიხმარე 2 სტუდენტი ჩავატარეთ პატარა სოც გამოკითხვა მაინტერესებს და მიდიამა 1 წუთს თუ მომცემ უცბად 1 წუთი კი არა ილაპარაკე არა ეხა ნახე ესე იგი ერთადერთი კითხვა დავსვით 150 რესპონდენტი ყავდა უსმენთ ან უყურებთ თუ არა მაესტროს დილის გადაცემას ზივა შავარამიშვილთან ერთად ეგ სატელეფონო იყო? არა, ახლობლებთან თავისთავად ცხადია სტუდენტები დავვალე და ნუ აი ხა მოგიყვებით. გამოკითხეთ 150 რესპონდენტი. ასაკობრივი ჯგუფების და სოციალური მდგომარეობის მიხედვით. დიახ, რა გაირკვა? ეხლა ნახე, 25 სტუდენტი 18-დან 24 წლამდე, აქ სავარაუდო პასუხები ქონდა კი, იშვიათად არა. ესე იგი, ორმა მხოლოდ 25-დან გითხრა რომ კი. ანუ უყურებთ დანარჩენმა არა. ეხა 125-დან ეს არის მომუშავე ძირითადად ადამიანები, რომლებიც სამსახურში მიდიან ამ პერიოდში და ძირითადად გისმენენ რადიოთი. 47-მა თქვა კი. არა არის ცუდი შედეგი. ბატონო? არა არის ცუდი შედეგი. არა. ხანდახან 35-მა, არა 53-მა. ძირითადად ისინი ესე იგი გისმენენ რადიოში მანქანაში 900 უაკლია 15 წუთიდან
10-15 წუთამდე ესე დაახლოებით. გასაგები. აი ეს ინფორმაცია მინდა. მშვენიერი შედეგია. ხო, არ არის ცუდი და მეც მომეწონა. ერთადერთი რაც პრივატულ საუბარში ვკითხე, აი თუ უსმენთ, რატო მაინდა-მაინც ამ რადიოს უსმენთ, ხო? და უშუალოდ სხვა ხო არის რა მუსიკას, რაღაცა გასართო. რატო არ რეკავთ მეთქი? აი ხა დავრეკოთ, ავილაპარაკოთ და რაღაცა ნოეზარებოთ. შენ ხო არ გეზარება ეს? აი მე ხო ხედავ, მაინც მიუხედავთ იმისა. მოდი გადაცემაში, მოდი. მე იმდენი ცივი წყალი დავლიე. ჩემთან გადაცემაში არ გინდა რომ მოხვიდე? გადაცემაში არა, მაგრამ ისე აუცილებლად ვნახავ. ისე როდის მოხარ? ისე რა თქმა უნდა. ამ დღეებში. კაი, კოცნი, აბა კარგად იყო. აი. მოხალისია ძალიან. ეგეთი ვიღაცები გვინდა ჩვენ მაესტროში, რომ მოხალისებად, რომ ხელფასი არ მიცოდე და რაღაცები გაგვიკეთო. ვინ თხოვდა ხა ამას გაკეთებას? მაგრამ გააკეთა. ხო და კარგია თქო, რა გინდა, ნუ ხარ ისეთი რა, კვანცა. კარგია. ახლა გინდა კიდე ეგეთი მოხალისეები. 2-400 რა. ხო, მე ხო დამავიდა, რომ ხალხს აქვს პრეტენზია, რომ ცინიკური ვარ. რო რა ვილაპარაკეთ მე და შენ, რო რა ცინიკური ვარ? არ მახსოვს. არაფერი არ მახსოვს მე და შენ რა ვილაპარაკეთ. ამნეზია მაქვს. ალო? ალო. დიახ. გამარჯობა. გაგიმარჯოს. რა საჭირო იყო ამ ერთი კვირის თავის აღნიშნავ? ჯენპაბედი ხო არ არის? ხო. ერთი დღე ვიგლოვოდაო, მე ეგრე მგონია. ხო? ეგრე არ არის? კარგით, მადლობთ, გასაგებია. მეც არ ამგონია, ეხლა ცხადია რომ რუსეთის თემით მიდის სერიოზული სპეკულირება. ჩემთვის რუსეთი არის პირველი დატერორებული მედია, მეორე დატერორებული სასამართლო, მესამე დატერორებული მსხვილი ბიზნესი, იმიტომ რომ ნუ საშუალო და მცირე ბიზნესი იქ მეტნაკლებად პატიობენ რაღაცას. ნუ მსხვილი ბიზნესმენები მილიარდებს აკეთებენ, ასეულობით მილიონებს, რა თქმა უნდა, კრემლის კონტროლის ქვეშ არიან. ანალოგიური სიტუაცია არის საქართველოში. იგივენაირი პროპაგანდა მიმდინარეობს. ერთხანს მინდოდა გამეკეთებინა ესეთი ვებსაიტი ან რაიმე გადაცემა, სადაც იქნებოდა პარალელური მონტაჟით ნაჩვენები პუტინის პიარ კამპანია და მიშასი. გაჭრილი ვაშლივით გავს ერთმანეთს. მე მგონი და იგივე კონსულტანტები მუშაობენ პოსტსაბჭოთა სივრცეში. გონიათ რა რომ ერთნაირი ფსიქოლოგია აქვს ამ ხალხს. შესაბამისად მე მგონი რომ რუსეთს უნდა ვებრძოლოთ არა აი ასეთი კამპანიებით, რომელიც შედეგს მომტანი არ არის. არამედ იმით რომ სხვა ქვეყანა ვქნათ, სხვა ქვეყანა უნდა ჩამოვაყალიბოთ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ახლა მიშა რას იზავს, იმიტომ რომ თუ მიშა შეძლო და გაძრა პრემიერ-მინისტრად, მაშინ ნუ უკვე მთელი მსოფლიოსთვის იქნება ცხადი რომ რუსეთსა და საქართველოს შორის არანაირი პრინციპული განსხვავება არ არის. უბრალოდ იქ არის დაბალი და აქ არის მაღალი, ავტორიტარი. 2-400-460 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ალო? ალო? დიახ. დილამშვიდობის. დიახ. იცით ბატონო შალო, მე თქვენი დიახ. გადაცემის თითქმის ყოველდღიური მსმენელი ვარ. და რა მინდა გთხოვოთ აბსოლუტური განსხვავება. ძალიან მაინტერესებს თბილისი-მანგლისი მონაკვეთის გზაზე. რომელი საგზაო კომპანია? არ ვიცი, წარმოგენა არა. იცით რა არის? ზამთარია. ხო. თოვლი, იკეტება გზა. 3 დღე, 4 დღე, კაციშვილი მომკითხავი არ არის. ამ მანგლისის მოსახლეობას არ აქვს იმის საშუალება, რომ დაუშვათ შემოვლითი გზებითია, რომ ძვირდება ტრანსპორტი. და ეგ მაინტერესებდა ან წინა წლებში რომელი კომპანია აქცევდა ყურადღებას და ან ეხლა. დიახ. დიდი მადლობა. კარგით. 2-400-460. თქვენ შეგიძლიათ დაარეკოთ და გითხრათ რაღაცეები. ალო? არა. სააკაშვილი ფსიქოლოგიური პორტრეტი. 2-400-460. ალო? შალვა. ჩაუციეთ, იმას ჩაუციეთ. ვეც რასაც უნდა ჩაუციეთ. შალვა. დიახ. დილამშვიდობის. გამარჯობა. პირველ რიგში დიდი მადლობა წუხანდელი სერიისთვის. მოგეწონა. იმ სიამოვნებისთვის. საქართველოს შემოვლოს შენ ნიშნ. ეხლა მეორე საკითხი, ეს ვაუჩერები რო დაარიგეს. აიღეთ თქვენ? არ მომიტანეს შვილო, ვისაც 50 კილოვატზე ნაკრები აქვს დამწვარი, არ მიაქვთ იმასთან. ახლა?
აი დამეთანხმეთ, ხო იმას უფრო ჭირდება, იმიტომ ვერ დავწვი ამ სიცივეში, რომ გავუფრთხილდი, ხო? მაიცა, არ მოუტანია თქვენ თუ? არა. დარწმუნებული ხართ რომ არ მოუტანიათ? შარშანაც არ მომიტანეს და წელს ველოდებოდი და არ მომიტანეს. მან როგორ არის? ყველას არ მომისცენ ეგა? პირიქით. აქტიურ მომხმარებელს აძლევენ წესით პირიქით, ვისაც აქტიურ მომხმარებელს აძლევენ, რომელიც ერთჯერადად გაიხმარს 60 ლარს. მოიცა, სხვა რაღაც მაინტერესებს. თქვენ რამდენი დაწვით? თქვენ აბონენტი ხართ, ხო? დიახ. რამდენი დაწვით? მე დავწვი 35 კილოვატი. სად ცხოვრობთ? სიღმის მასებში. მომისმინეთ და სოციალურად გაჭირვებული ჯანდებით? არა, პროგრამაში არა ვარ, მაგრამ პენსიონერი ვარ მარტო. გავიგე, გასაგებია, მარტო ხელა პენსიონერი ჯანდები და დაწვით 35. და ეხლა არ მიგიღიათ? 21-დან დაიწყო, ხო? და რატო არ მიგიღიათ? იყავით სამე, იკითხეთ? არა, აღარ ვიყავ, იმიტომ რომ კორპუსმა მიიღო და მე არა ვარ სიაში საერთოდ. და რატო არ ახარ სიაში? არ ვიცი, შარშან ვირბინე და ვერ დავადგინე. ორჯერ მეტი ფული დავხარჯეთ ხელხაზე დარეკვაში და გავანებე მე თავი, ნუ ხო არ შევეწირებოდი მაგას. თქვენ შეგიძლიათ ტელეფონის ნომერი დაუტოვოთ გვანცას და დღეს გადაგიღებ და თქვენს პრობლემას ვაჩვენებთ. ერს და იქნება ამდენად არ მინდა იცით, ჩვენებადი სახე არ მინდა რომ ვიყო. რატო რა მოხდება რა? ვაჩვენოთ ხალხს. ვაჩვენოთ მოსახლეობას და თვითონ ხელისუფლებას რომ არიან ეგეთი შეჭირებული ადამიანები, რომლებსაც უფრო ეკუთვნით ვაუჩერი და არაძლევენ. არც ასაკი მიწყობს მაგისთვის. კარგი, ასაკი გასაგებია. კარგი, დიდი მადლობა, გასაგებია. 2-4-9-460, ალო. 2-4-9-460 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი, თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ. ალო. გისმენთ? ალო, მაესტროა? იგი მაესტრო. ალო. გისმენთ, ილაპარაკეთ, გავარიცი, ნუ? შალვა, აი მე 2-3 წუთის წინ ამოვდი, რომ გინდოდა გაკეთებინა რაღაც პარალელური მონტაჟის კამპანიები მიშასი და მე უფრო კარგ რამეს გეტყვი აზრს რა. დიახ. რო გააკეთო შედარებები მიშას მიერ აქციების დარბევა და რუსეთში აქციები როგორ ირბევა. რუსეთში აქციები როგორ ირბევა ვიცი, იტაცებენ ხალხს პირდაპირ, ყრიან მანქანაში და ცოტა ხანი 1 საათი, 6 საათი, 1 დღე აყურებენ. ერთხელ გინახავს. ვიცი როგორ შლიან იქ ასეთი ძალადობრივი მეთოდებით? ხო, აი ეგ რო გააკეთო ერთი რო შევადაროთ რა. ძალიან კარგი იქნება. გასაგებია, მადლობა. 2-4-9-460 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. და თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ და რაღაცები გკითხოთ. ალო? ალო? დიახ. გამარჯობათ ბატონო შალვა. გამარჯობათ. ერთი რაღაცა მინდა მოგაწოდოთ. დიახ. აი ახლა ყოველ დღე თითქმის მაესტროში არის გადაცემა, ნუ რეკლამასავით მინისტრების ხელფასები და პრემიები. იყო გადაცემა გუშინ იყო ნანა ლეჟავასთან. ხო. და რატომ არ ამოწმებს კონტროლის პალატაო? ერთი ვინმე ჩაახედა იმ კონტროლის პალატაში. შედარება არ არის ამათთან. რაო? იმ ხელაზე გაბერილი ეს პრემიები ხელმძღვანელების. და განსაკუთრებით თავმჯდომარის. მარტო ეხლა კი არა, მისი წინამორბედის, იმის წინამორბედის. იმიტომაც როგორ უნდა შეამოწმოს რა სინდიშით იმ კონტროლის პალატა. როცა თვითონ იმ ხელაზე აქვს ორი იმდენი პრემია აქვს, რაც ხელფასი აქვს, თავმჯდომარის არა რიგით წევრებს. გასაგებია. კარგი, დიდი მადლობა. 2-4-9-460 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ალო? ალო? დიახ. გამარჯობა შალვა. გამარჯობათ. შალვა, რა მინდა იცით? ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან. დიახ. ძალიან მინდა რომ მოწიოთ მურმანდუმბაძე, აი აზიზიას მეჩეთის შენებასთან დაკავშირებით. კარგი, გასაგებია. ან თუნდაც მამაურები გიორგი ისაკაძე, რომლებმაც ისაუბრეს თუ რატომ არ უნდა აშენდეს აზიზიას მეჩეთი ბათუმში და რა ეკლესიები შეკეთდა თურქეთში ჩვენი. კარგი, გასაგებია, საინტერესოა. მამაურების მოწევაზე რა გითხრათ, იმიტომ რომ კურთხევა უნდათ საპატრიარქოდან მათ და ვინმე საეროპირის მოწევა და ამაზე საუბარი არ იქნება ცუდი. 2-4-9-460, ალო?
ალო ალო დიახ მაესტროა დიახ შალვა გამარჯობა გამარჯობათ მე არ მომისმენია მაგრამ თქვენ რომ უნდა შეზღუდული ბავშვებისო და მარჩენად დაკარგული ოჯახებისთვისო პენსიის შეწყვეტას აპირებდნო და ხართ ინფორმირებული რა ვერ გეტყვით სამწუხაროდ თუ ეს გააკეთეს კიდევ სისულელე იქნება არ ვიცი სამწუხაროდ არ ვიცი 2-4-9-460 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი თქვენ შეიძლება დაარეკოთ ერთ-ერთმა ასეთმა ზარმა სხვა შორის მისცა დასაბამი გადაცემას ფოლად ანტკარდზე რომელიც გადავიღე და გავიდა ეთერში და ყურებადი იყო უყურა ხალხმა და შეძრუნდა იმ ვითარებით რაც არის თბილისიდან სულ რაღაც 10 კილომეტრის მოშორებით. ალო? ილამშვიდობის. გამარჯობათ. ისმენთ. მოსაწოდებელი მაქვს თქვენთვის რაღაც მასალები. რასთან დაკავშირებით? ჰა? რასთან დაკავშირებით? რა? ბევრ რამესთან დაკავშირებით, თუნდაც დარდუბალასთან. აჰა, დარდუბალა არ ქვია იმას, მაგრამ ეს ესპლიკაცია. ხო. აი დატოვეთ ტელეფონის ნომერი გვანცასთან და აი როგორ უნდა დავტოვო? ეხლა თქვენ აიღეთ და გადაგთავთ ეხლა. ჩვენ ტექნიკა ინაუკა. გამოდიოდა ესეთი გაზეთი ჟურნალი ტექნიკა ინაუკა. ჩემ ბავშვობაში. მე გამოდიოდა ვაკრუქსვეტა ესეთი ჟურნალი. ინასტრანная ლიტერატურა. აუ რა ბებერი ვარ, ასე ხარ. რეები მახსოვს. მე გამოდიოდა ბიბლიოთეკა ინასტრანной ლიტერატურы. და იქ მოდიოდა წიგნები და კითხულობდი. ეხლა წიგნებს არავინ არ კითხულობს. კინოებს უყურებ. შენ შვილებს აკითხებ? დიდი სიხარულით არ ამგონია რომ კითხულობდეთ. უკვე შეეჭვნენ. ალო? ალო? ალო. დიახ. მოგესალმებით. გამარჯობათ. მე უფრო ესეთი პროექტის დამაინტერესდებოდა მაგალითად გადაცემა. მესაფლავების ბიზნესი უფრო მიდის თუ მაგალითად სამშობიაროში უფრო მეტი იბადება. სიკვდილის სიცოცხლის მაგალითად პრობლემები, რამდენი იბადება და რამდენი კვდება. რამდენი იბადება ვიცით სტატისტიკურად. აი მაგალითად კურდანიძის ბიზნესი უფრო მიდის, წამლებისა თუ ჯამთველების ობიექტები უფრო მეტი იხსნება. აი ასეთი რაღაცები რა, მიახლოებით და დემოგრაფიული პრობლემები. ქართული დედები უფრო ბევრი ბოსტებია თურქეთში თუ უფრო მეტი პატიოსი. ხაჩერს რა თქვენ ახსენეთ მწდარგზაზე დადგომა ხალიცა არის რა თქმა უნდა პრობლემა წმინდა ინდივიდუალური საკითხია მე აქ ეროვნულ მომენტს არ ჩავსვავდი მაინც და მაინც ალო გისმენთ გამარჯობათ დიახ ისევ განსაცდელებული ინდივიდუალურებზე მინდა თქვენ რა ხდება რა შემოგჩივლოთ ახალი საკითხი ოპერატები გვაყიდინეს თქვენ იმ მეწარმე ხართ? დიახ. რას ყიდით? საგაზეთო ჯიხურები გქონდა. ხო. მოგთხარეს, მოგვანგრიეს, გამოგვიჩეს სახში. დოქტოროს უმშევარი 500 ლარიანი ორი ჯარი მათ გვაქვს. და იმ საკასო აპარატების გაყიდვის უფლებასაც არ გვაძლევენ. რომ ჯარიმა მაინც გადავიხადოთ. რამდენად იყიდეთ ეგენი? 306 ლარი გადავიხადეთ. და არ შეიძლება თქვენზეა იმ გამოწერილი. ჩემზეა, კი. ჯარიმაც ჩემზეა. მივდივარ საგადასახადოში ვთხოვ, არა ჯერ უფროს ბრძანება არ გაუწია. საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს რომ ბრძანება შეუდება იმიტომ რომ ყველამ შეიძინოს ის თავიანთი აპარატი გაასაღოს და მე ისევე მოისროლოთ სანამგვაზე როგორც ძველი წინა აპარატები. გასაგებია. ეს რომელი აპარატია? GPS-თან უკავშირდება? კი, აი ეს მაქვს 3 აპარატი, 3 საგაზეთო ჯიხური აიღეს და ვერ გასაგებია. 2-4-9-460 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ალო? თქვენ შეგიძლიათ დაარეკო და რაღაცები თქვათ. ალო? ალო. დიახ. შალვა გამარჯობა. თემატი შეიცვალა, მაგრამ რუსეთთან პარალელთან დაკავშირებით მინდოდა უბრალოდ ვერ დავრეკე აქამდე. დიახ. რაც ხდება რუსეთში დაახლოებით 3-2 წლის შემდეგ ხდება ზუსტად იგივე ჩვენთან, მაგრამ სხვაობა ესე რუსეთის ხელისუფლებას არ აქვს პრეტენზია დემოკრატიაზე, არ აქვს სურვილი არც ნატოს შესვლაზე, არც ევროკავშირში შესვლაზე. პრობლემა სააკაშვილის ეს არის ზუსტად რომ ორ სკამზე უნდა ჯდომა, დიახ. უნდა დემოკრატიც იყოს და ავტორიტარიც ერთდროულად არ გამოდის ეს. ზუსტად ანალოგიურად ხდება ზუსტად იგივე, როგორც ცოტა მოგვიანებით, მაგრამ სხვაობა ის არის რომ პრეტენზია არ აქვს რუსეთის ხელისუფლებას დემოკრატიულობას. კი, არა აქვს. აი ეს არის. კი, მადლობთ. კი, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან დიდი პრობლემა არის, როდესაც გაორებულად ცხოვრობ. ერთი
ერთის მხრივ ამტკიცებ, რომ შენი სიძლიერე შენს დემოკრატიულობაშია, მაგრამ მეორეს მხრივ ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ ხალხს არ მისცე არჩევანის უფლება. დრო გონია, რომ ხალხი ბნელია და შენს მოღვაწეობას არ დააფასებ. მართლაც გუშინ იყო ნანანეჟაოს გაცემა, სადაც თვალნათლივ ჩანდა, რომ თითქმის ყველა მინისტრს თავისი ხელფასის ოდენობის პრემია აქვს გამოწერილი. თვითონ თავად იწერენ. აქ პრობლემა იმაში კი არ არის, რომ დაუშვათ ჯანდაცვის მინისტრმა პრემია უნდა აიღოს კარგ მუშაობაში. ხაჩორის პრობლემაა, იმიტომ რომ თუ ჩვენ გგონია, რომ ძალიან კარგად მუშაობს ჯანდაცვის სისტემა და მინისტრს ეკუთვნის ეს პრემია, მაშინ რუსთაველი რატო აჩვენებს აი ამ კლინიკებს იქ დაღუპულ ადამიანებს და ამ სფეროს ნეგატიურ მომენტებს რატო აშუქებს. კარგი ჯანდაბას დაუშვათ, მიუხედავად ყველაფრისა, კარგად მუშაობს ჯანდაცვის მინისტრი მაგალითად. პრობლემა ის არის, თვითონ იწერს თავად ამ პრემიას. ჩემი აზრით მინისტრებმა პრემია თავადვე არ უნდა გამოიწერონ. პრემიერ-მინისტრმა უნდა მისცეს მათ ეს პრემია. იმიტომ რომ როგორ გითხრათ, არ გამოდის, მე რო ვიდე ხა თანამდებობაზე სკამზე და დღეს რო ვიფიქრო, იცი რა, მე არ ვიმუშავე ხა ცუდად. მოდი რა გამოვიწე რა, რაღაც N თანხას და მე თვითონ რო დავწერო ბრძანება, არ არის მართალი. ალო? ალო? 2-4-9-460, ალო? არა? გაითიშა? თუ რა? 2-4-9-460, ალო? ალო? ჩაუწიეთ თუ შეიძლება ტელევიზორს ან რადიოს. შალო, გამარჯობა. გამარჯობა. დილამშტობს. დიახ. ერთი არა მაქვს, აი ეს მიშა რო აკეთებს ამ რეკლამის სამწყობების გახსნას და იმაზე. დიახ. აი თქვენ რო გადასება გააკეთეთ, რომ აი მეორე დღეს არ იმავეს საღამოს შემოწმდა, აი თქვენი ხო ხსნის, რომ გახსნილია. მაგრამ აი გვერდი და რო არ არის გახსნილი, აი ეს ის რო არის. მინდა გითხრათ, რომ გახსნილი არის. არის, როგორ არ არის კაცო გახსნილი, იმიტომ რომ მაგრამ ძალიან ბევრი ექიმისგან მომისმენია, რომ ეს ლაზარეთებია და არ არის სამავთყოფოები და ეს პრობლემას ვერ უზრუნველს. თუმცა რაღაცა ხო კეთებას პრინციპით არ არის. ადლო. ხო, აი ცალი მხრიდან რო კეთება და გვერდებიდან რო არაფერი არ არის გაკეთებული, აი მაგაზე შეიძლება. საერთოდ მოძრაობა ხო არ გავაკეთოთ, რაღაცა ხო კეთდება. რაღაცა ხო კეთდება, არის კარგი მოძრაობა. რომ მიხდნენ ხალხტუხიანი კაცები აღარ დაგვთან, ხო? ხალხტუხიანი ტიპი ხო იყო? ავადმყოფის როლში. ეგ როგორ შეეშალათ რა. გაუბრაზდებოდა მიშა ალბათ. რაღაცა ხო კეთდება. ალო? შეიძლება? დიახ. ეს ტელევიზია, ხო? ტელევიზია ჯერჯერობით და მე ნახოთ რა იქნება. მე რო გადავკეთებ სახით. შეერთებული ხარ. გელაპარაკები თქვენ? ნუ ასtildeობთ ყოველ შემთხვევაში რომ დამელაპარაკოთ. კარგი. ამაზეც ნახე, ესე იგი ტელევიზიით პუტინი ამხედრებული უბელო ცხენზე. როგორ? უბელო ცხენზე ამხედრებული. ანუ არც უნაგირი ქონდა და არც არაფერი. არაფერი, ხო? და ფაფარში ქონდა ხელი მოჭიდებული? რაზე? ფაფარზე. რაზე ქონდა მოჭიდებული, ვეღარ აღვიქვი ესა. აჰა. მაგრამ რაღაცაზე ქონდა მოჭიდებული. ეს ჩვენი მიშაც უნდა ავიდეს, ეგ უებლო ცხენზე. აი, ზუსტად. ისონში ვარ ჩვენი ის კნას ის გახედნოს. გავიმეორო თქვენი იდეა ესე ვთქვათ, ტანგზე, ხომალდზე, თვითმფრინავზე და მათ შორის თეთრ ცხენზე ამხედრებული ესე თეთრი ნაბადით. და ის არ იქნება ცუდი. სხვა შორის აი ბუცეფალი რომ მოაგვართვინიან. აი რაღაცა მაგდაგვარი. მაკედონია. ისტორიული ცხენები ბევრია სხვადასხვა. კი, შეიძლება. სხვა შორის შეიძლება მულტფილმშიც გავაკეთოთ როგორ ხედნის ბუცეფალს. და ჩვენშიც ბევრია ესეთი ცხენები სხვადასხვა. კარგით, ვირებით. ალო? რა არის ფარშევანგი გააქვს? იმული? ფასკუნჯი. ალო? ისმენთ? თქვენ შეგიძლიათ ილაპარაკოთ? ალო? დიახ. გამარჯობა, მოგესალმებით. გამარჯობა, თქვენ მეც მოგესალმებით. შორიდან გირეკავთ ძალიან. საიდან? ახლა ხო თქვით რომ ცოტა ვილაპარაკოთ და პირველი შეკითხვა მაქვს ესეთი. დიახ. ეს ემიგრანტები რომელიც 9 თასში კითხავთ გადახვეწილებს. დიახ. ჩვენი ხმები აი როგორ უნდა დავიცვათ ჩვენ. აი ხა იყო ლაპარაკი მე უსმენ ხოლმე ყოველთვის. თქვენ არალეგალურად ხართ? ლეგალები ვართ, რა მნიშვნელობა აქვს? ლეგალურად თუ ხართ, საელჩოში მიხვალ და იქ. ლეგალი ვინც არის და
ვისაც უკვე მოქალაქეობა აქვს მიღებული, ის რო საერთოდ ვერ მისცემს ხმას. რა თქმა უნდა, თქვენ უნდა გამოაგზავნოთ, მე მგონი თქვენ უნდა გამოაგზავნოთ ხმის დამდგენ კომისიაში, რომ წერილი ან ვინმე თქვენი ახლობელი უნდა მივიდეს იქ და უნდა თქვათ, რომ არ ახართ საქართველოში და შესაბამისად თქვენ შეგიტანენ სიაში გასული აქვს ქვეყნიდან. ეხლა მეორე შეკითხვა. ახლა მაინტერესებს. აი ეს ბანკებმა რო პატარ-პატარა თბილისში, მან საქართველოში რო გასა პატარა სესხები 500 ლარიანი, 100 ლარიანი, 200-იანი რომ მისცეს და მე ამ ხალხმა ეს სამსახურები რო დაკარგა. და საერთოდ არაფერი რო გააჩნია საიმისო რომ საქართველოს აღარ აქვს რომ ბანკმა და მაინც ეს ბანკი რო დაძდებს. რო დაგიჭერს ციხეში ჩახსავ. აი ამ ხალხს რა ეშველება. ციხეში ახლა როგორ უნდა გადაიხადოს? სისხლის სამართლის კოდექსით ბანკის კრედიტის გამო ციხეში ვერ ჩასვალ. ეგ ერთი. მეორე ის არის რომ ბანკებსაც უნდა ჰქონდეს მაშინ რაღაც პროგრამა სახელმწიფოსგან რომ ის თანხა ასე ვთქვათ დაიბრუნოს, იმიტომ რომ ბანკის მიანადრო. გასაკუთრებია, იმიტომ რომ თვითონ ბანკს ფული აქვს ინშურენსზე და ბანკს ხო თავის ფული არ აქვს რა. თვითონ იმას მაგრამ ისე როდემდე უნდა იყვნენ ხალხი ესე რაღაც პროგრამა არის გასაკეთებელი. ყოველ წუთში ეს ტერორიზება ამ ტელეფონზე გასაგებია. კარგი, 24960 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ალო? ალო? მაესტროა? დიახ. თუ შეიძლება შემაერთეთ? შეერთებული ხართ. შეგვიძლია ვილაპარაკოთ? ნუ შეგიძლიათ კი. ბევრი ხართ? ისა რაღაცა ქვია, ერთი წუთით. ის ხარ. ტელევიზიით ვიქნები? ტელევიზიითაც იქნები და რადიოთაც. ხო, რა მინდა გკითხოთ, რატომ იბეგრება მაინტერესებს ხელოვნების ნიმუში? რა? რაღაცის გაყიდვა გინდათ? არა, მაინტერესებს რატომ და რა კანონი მხატვრისთვის? რა კანონი იცავს ამას? ანუ თქვენ ყავთ მხატვარი ახლობელი, რომელმაც რაღაც დახატა და გაყიდა და სამშემოსავლო დაერიცხა, ხო? ნუ აბა ახლა ეგრეა და რა ვქნათ ახლა? ყველა ქვეყანაში, ყველა შემოსავალი იბეგრება გენაწოლი. კარგით, კარგით. ეგეთი ოპერატიული ვარ. შალვა რამიშვილის საინფორმაციო სააგენტო გისმენთ, დასვით ნებისმიერ შეკითხვა და გიპასუხებთ. ცხელი ხაზი 249-460 არის ჩემი ხელის ხაზი. დარეკეთ დილით და გიპასუხებთ. როგორ მოამზადო ბურღულეული? დაასხით ხელი ერთი ჭიქა ცხელი წყალი ბურღულს დააყარეთ მარილი თუ როგორ არის? როგორ არის კაცო? კაშა როგორ ქეთდება? როგორ არ მივასწრებოდა კაშა? ალო? ალო? დიახ. ალო, გამარჯობა. თქვენ რა შეკითხვა გაქვთ, დიახ? ჩემი შეკითხვა ერთია ბატონო შალვა თუმცა. როდის გვეშველება? როდის გვეშველება ეს არასოდეს არ გვეშველება, მე უკვე პენსიონერი ვარ და კარგით, აბა რა გაინტერესებს? მე ერთმა კარგ მეზობელს ვენაცვალე, ცუდი რაღა იქნებაო, ხო არის ასეთი? არის. მეზობელი, ცუდი მეზობელი რო გაგიჭირდეს. ეხლა მიგერთ რა შეასრულეთ? ვერ გიგე, ცუდი მეზობელი ხავთ? არა, მე ცუდი მეზობელი მირჩევნია იმ შორეულ ნათესავს. მე იმას ვამბობ, რომ პერი ხოა ჩვენი რუსეთი და ერთან უნდა მოვილაპარაკოთ ჩვენ. და უნდა სამუდამოდ დავამთავროთ. ერთა იგივე გინება არის ეს სწორი თქვენ როგორ თქვენ აფხაზეთიდან ხართ? დიახ. მეთქმა ხელი მოგიმოწ. 249-460, ალო? ალო? დიახ. გამარჯობათ ბატონო შალვა. გამარჯობათ გისმენთ. გენაცვალე პირველად მესმის, ახლა კარგა ხანი არ ყოფილ ვარ საქართველოში და თქვენი ხმა ისე ძალიან მესია მომწონს. ამერიკაში გახდა. რა ხდება ამერიკაში, რა გინდოდა ამის შორის? ალბათ გადმოგცემ წიგნს, რომელსაც მალე დავბეჭდა და წერთ? არ იყიროთ, ძალიან გთხოვთ. წერთ? დიახ. დაწერილი მაქვს. იქ დავწერ. რა ქვია წიგნს? წიგნს ექნება ასეთი სათაური. ტკივილით გაჟღენთილი 3 თვე ამერიკის ცის ქვეშ. ცოტა ის არის, რა ქვია, გძელია. გძელია? კი, ნუ მე გირჩევთ რომ სათაური გქონდეს. მაშინ ემიგრანტებო დაბრუნდით სახლში. ნუ ეგ კი უკვე ჯობია, მაგრამ ცოტა ლოზუნგები. აი ეს იქნება უცილებლად. ჩემო შალვა, გენაცვალე. ეხლა აი ამ სავატყოფებს ყოველდღე რომ ხსნის. იქ მესმოდა ხმები რომ როგორც ობამას არ აირჩევენ, ისე არ აირჩევენ სააკაშვილს. აი ასეთი სიტყვები მესმოდა. ობამას არ აირჩევენ, როგორ არ აირჩევენ? მე მგონი რომ აირჩევენ. არა, ასე ამბობს იქაური ხალხი. აჯერ არ მომისმენია რომ ვინმეს ეთქვა რომ მას აირჩევენ. და ეხლა ჩამოპედი და მესმის ყოველდღე იხსნება საავადმყოფოები.
ჩამოვედი დაავადმყოფებული სრულიად ჯანმრთელი ქალი, იმდენი ვინერვიულია ჩემს ქართველებს. და ეხლა რომ იხსნებ ეს საავადმყოფოები, ვინ უნდა მოათავსოს? მე არ მესმის, ეს გაუბედურებული ხალხი? არა, ამიზნით რომ არ იხსნებ ეს საავადმყოფოები, თქვენ ამაში ჩემზე 100 ჯერ უფრო მეტად ამეთანხმებთ. მადლობა. 24960 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ალო? დიახ. გამარჯობათ ბატონო შალვა. გამარჯობათ. შალვა, ეს როგორ დაუხსნათ, როცა რუსო ბრაზილიას 400 ლარის პენსია აქვს, მე კიდე 100 ლარი და ეჯიბრება ეს ოხრიშვილი პუტინს. პუტინს თავისი პენსიონერი დაკმაყოფილები აქვს 100 თუ ისია. მე შუქის ფული და გაზის ფულიც ვერ გადამიხდია ამ რაღაცა 100 ლარით. ვაუჩერი მოგცეს? ჯერ არ მოუციათ. ან ვაუჩერი რა არის ბატონო შალვა? არ ვიცი, მაგრამ მაინტერესებს უბრალოდ მოგცეს თუ არა. კარგით, გასაგებია. ალო? 249 460. კეთათოფურია გაკითხა, მე გაკითხა მიშა? მეც საქმე არა აქვს. რაო, სახელი და გვარი ახსენა? ხო, პარტიებს მოუწოდა რომ რა? ვისაც გიყვართ პუტინი თქვითო? ხომ მერე? და რაო, მერე ხო, მაგარი. გასაგებია. კეთადობურიას დონემდე დავიდა მიშა. პატარა გოგოებს ერთის ისე ხო რა გინდა 24960 ალო ბატონო შალვა დიახ რას ნიშნავს ან რას გავს ხალხი გელაპარაკება და თქვენ გაზეთს კითხულობთ მე შემიძლია წერია მაგი წერია აი ამ გაზეთში წერია რომ ესე გააკეთეთ კარგი დიდი მადლობა თან ორ საქმეს ერთად ვაკეთებ 24960 არის ჩემი ტელეფონის ნომერი დაგაკელით ვინმე ეს რამე ყურადღება ალო სადოთ please wait კი ბატონო ამა მაიცა მერე გთხოვთ დაიცადოთ კი ბატონო please wait ეს ინგლისური გერმანულად რატო არა ვინმე მიცით გერმანული კიდე არის გთხოვთ დაიცადოთ კი აღარა 24960 ალო როგორ არის გთხოვთ დაიცადოთ ვართენზე ბიტე ალო 24960 დიახ დილაბშვიდობისა გისმენთ შეკითხვა მაქვს ძანეთ თქვენ რატომ არ გიკეთიათ წითელი ყაყაჩო მე არ ვიზიარებ პათოს რომელთაც განშღენთილები არიან წითელი ყაყაჩოს ხო მეც თქვენ გიერთდებით იმიტომ რომ ისეთი სიყალბე მოდის იქიდან რომ პირდაპირ არ ვიცი რაღაც კომუნისტების რომელიც წლები მახსენდება იცით ნუ რაღაც კოშმარული წლები და ერთი თუ შეიძლება მუხრად მაჭავარიანის ლექს პატარა ციცკნას მიუძღვნი ციკლაურებს და მის გუნდს რაბედენა ხარ ორმოში თუ მიქრი მერნით დღეშია როცა შინელში სამშობლოში დიახ всё на этом я заканчиваю დიდი მადლობა на этом наша передача заканчивается სად გვიდევს ერთი წელი ყაყაჩო ქაღალდის ყაყაჩო სხვა რაღაც არ დაგვაბრალო და არ დაგვიჭირო პალიკომ დაგვიტოვა პალიკოს დატოვებული ყაყაჩო კარგად შეამოწმეთ იქ რაღაც არ იყოს მოსასმენი თუმცა ჩვენ რა რასაც ისევ ლაპარაკობ ეთერს მიღვა ეთერს იგივეს ლაპარაკობ და აზრი არა ყაყაჩოების დადებას ყოლზინაცარში ჩაუვარდა პალიკოს ალო გისმენთ გამარჯობა შალვა გისმენთ გამარჯობა აიცით რადიოს რო ჩაუწიო და ტელევიზორს უფრო კარგად მოგისმენთ შალვა დიახ ერთი ასეთი მინდა უბრალოდ მოგაწოდო რა დღევანდელი კუშინელი სიტუაციიდან გამომდინარე და შენ მიაქცე ამას ყურადღებას და ალბათ უფრო კარგად გაანალიზე გუშინ პატრიარქმა იხადაგა რომ თავისი ვიზიტი იყო ისტორიული წმინდა მიწაზე აქედან გამომდინარე ეთყობა რაღაც იგეგმება იმისთან დაკავშირებით რომ ეს ჯვრის მონასტერი გადმოვიდეს საქართველოს მიშამას თქვა დიახ მაგრამ საქმე რაშია გუშინ მაშინვე გამოვარდა ჩვენი პრეზიდენტი გამოვარდა და თქვა ასეთი რაღაცა რომ მე უკვე რამდენი ხანია დავალება მაქვს მიცებული რომ
ეს საკითხი წყდებაო ჩვენი საელჩოები მუშაობენ ჩვენი საელჩო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ესე იგი ეს ეთქობა ეს ამბავი გადაწყვეტილია უკვე და მიდის გადაბრალები და იქნებ გამოიძიო იქნებ რაღაც ქნა იქნებ ისეთი არგუმენტები დადო რომელიც საერთოდ ძიებას როდის იყო ჩვენ პრეზიდენტს რომ რამე საკეთებდეს და 2 წლის მერე იძახოდეს. მეორე დღეს გაკეთებული არ აქვს მანამდე იძახის ხოლმე და დანარჩენი შენი გადასაწყვეტია როგორ რა ვიცი ჩემი აზრი ასეთია რომ საზოგადოება უნდა იცოდეს და ხალხმა ვინ აკეთებს ამას და ვინ იქნება ამის გასაგებია მადლობ 2-4-460 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი ალო 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 დიახ ალო რა მინდოდა მე თქვა ბატონო შალვა დიახ ალო არგით 2-4-460 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი ჩვენ საიდუმლოდ დარჩა თურის თქმა უნდა და ჩინელ მუშებზე რა აზრის ახართ ჩინელი მუშები რო ჩამოიყვანეს იაფად დღეში 70 ლარად და ღიაცის ქვეშ მიირთმევენ საკვებს და ამორტიზებულ შენობაში ცხოვრობენ აშენებენ იუსტიციის სახლს რა თქმა უნდა არანაირი პრობლემა არ არის რომ ჩინელი ზოგადად ჩინელი ან თურქი მუშები მუშაობდნენ მაგრამ ეს უნდა იყოს კარგად განმარტებული თუ სახელმწიფო ობიექტის მშენებლობას აწარმოებენ იაფი მუშები იაფად დაქირავებული მუშები ეს არის პრობლემა იმიტომ რომ სახელმწიფომ რა თქმა უნდა დაიქირავოს პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის მოქალაქე უნდა დაასაქმოს არ ვიცი არ მგონია რომ კვალიფიკაციას უჩიოდნენ ქართველი მუშები ჩინელებთან შედარებით გარდა ამისა ყველა ქვეყანაში არის შეზღუდვა მუშაობაზე ყველა ნების ქვეყანაში არის ესეთი ცნება მუშაობის ნებართვა ხო საქართველოში ტყობეს არ ფუნქციონებს როცა იუსტიციის სახლს აშენებს 150 უცხოელი მნიშვნელობა აქვს ჩინელი იქნება თუ სხვა ეს არის რა თქმა უნდა ცუდი და არასწორი ალო თქვენ ლიბერტი ბანკში შესულ ხართ ამ დღეებში პიონერთა ხელმძღვანელის მეთაურობით პიონერების ზიანი იქ სულ ყველას აქვს წითელი ყელსახვევი გაკეთებული მაგათი ის არის მარაზმია ხო მაგრამ არის ახალგაზრდა თაობას ეგ წითელი ხელსახვევები არც არ ახსენებ ნუ რაღაცა სასაცილოები იყვნენ რამე კინაღამ ჩესტი აუღე იმათ კარგი უბრალოდ ეს არ არის პრობლემა იმიტომ რომ არავის არ ახსოვს ახლა 30 წელზე მომწვასაკის პირს გახსოვს პიონერები არა ხო არ ახსოვს ალო 2-4-460 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი ალო ალო არის ის ხო არაფერი 2-4-460 თქვენ დარეკეთ და გველაპარაკეთ ალო ალო დიახ მისმენთ ხო? კი. აი, წლის ბოლოს რომ ეს ბანკები გამოდიან და ამბობენ რომ 10 მილიონი ლარი მოვიგეთო. რატომ არ არის უყურებს ამას? რა უნდა ქნა მითხარით? როცა ბანკი იგებს და დიდ თანხა დიდი შემოსავალი აქვს, ეს იმას ნიშნავს რომ გაატყავა თავისი კლიენტი. კარგით, გასაგებია. არ მგონია ახლა ესე იყო. ჩვენი გაცემის დღევანდელი სტუმარი მოვიდა. ბატონი გოგი ოტმოზური მოვიდა, თუმცა მივიღოთ კიდე რამდენიმე ზარა. ალო? დიახ. გავარჯო ბატონო შალვა. ისმენთ. ბატონო შალვა, ჩვენ გვაქვს ლაპარაკი ჩინელ მუშებზე, ხო? ხო, მე ჩვენ არად პრესაშია ძალიან. ეხლა ლავრად ეგ თემა გაშუქება. აი, აღმაშენებელი რო გააკეთეს. ალბათ გახსოვთ თქვენ რომ 3 თვის ხელფასი არ გადაუხადეს ჩვენ ადგილობრივ. ეგ ვიცი ხო, ერთი. ეხლა მეორე. ჯვრის მონასტერზე როცა არის ლაპარაკი. ჯვრის მონასტერზე. როგორც კი პატრიარქი რამეს წამოიწყეს, მაშინვე უნდა დაიბრალონ. ეხლა ვნახოთ მესამე მაგალითი. ჩვენი პატრიარქი იყო წასული მოსკოვში, ეხლა ჩემ ბატონი როცა აი რა ქვია იმას საჩხერეში რო იყო შემოსული რუსის ჯარი. კი.
და სანამ ჩამოვიდა და ის ჯარი გაიყვანეს და მაგათ თქვა ჩემ დავალებებს ასრულებენ. ვინ ასრულებს კაცო მაგის დავალებას ვერ გავიგებენ. რატო უნდა ეს კაცი დაჩაგროს ესე რომ ერთი ქართველობა მაგას და ქრისტიანობა მაგას შევყურებთ რა. დაანებოს თავი ეს კაცი თავის საქმეს აკეთებს კაცო. მაგა თავისი გააკეთოს რაც გასაკეთებენ. დიდი მადლობა. კარგად ზანდებოდით. 2-4-9-4-60 ალო. ალო. გამარჯობათ მაესტროა? დიახ, გისმენთ. გამიყვანთ ეთერში. აგიყვანთ, ეთერში ხართ. ალო. ეთერში ხართ უკვე. ჩაუწიეთ თუ შეიძლება იმას ტელევიზორს. როგორ ახაშავა? არა მიშავს. ეხლა დღეს ახლა ჩავწე. ჩაუწიეთ იმას ტელევიზორს. აბა, რის თქმა გინდათ? ჩავწე ახლა და მოგესალმები პირველ რიგში საინტერესო თემებზე საუბრობთ და ისე გამოვეხმაურო ამ პატრიარქის ვიზიტს რა. დიახ. ყველასთვის ცხადია რომ ეს ყველაფერი არის ჩვენი მაღალისგან ბლეფი ხო რა თქმა უნდა შენ როგორ ფიქრობ ამასთან დაკავშირებით? რომ აპირებს ჯვრის მონასტერს. ნუ და არა. ის გაკეთებულია უკვე და პატრიარქის ხელშეწყობით გაკეთა და მის შეიბრალებს ამ ყველაფერს. ხო, ნუ შვევია საერთოდ სააკაშოს ასეთი რაღაცები წინასაარჩევნოდ მით უმეტეს. ხო, მაგრამ როდემდე უნდა გადავდეს ეს ყველაფერი? არ ვიცი. კარგით. 2-4-9-4-60 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი, ნელ-ნელა ვამთავრებთ ამ ნაწილს. რა ინფორმაცია გაქვს შენ ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით? კაი, ჯერ ნუ გავახმაროთ. ხედავ ისწავლო განცამ რაღაცა შტუჩკები. ალო? ალო. დიახ. გამარჯობა. აგიმარჯოთ. ძალიან მინდოდა ვერასდროს ვერ გამოვდივარ თქვენთან ერთად. აი ეს კლიპი ნაბუკოს კლიპი. ხო. ნუ რაღაც გაბრულად გაკეთებულია. ხო. ხო და ნუ თუმცა არ ვიცი ის რობერტის არის კაცმა ეგერთი და მე ვარ რა მინდა იცით რომ ჩვენ გვეშველება რამე. ეხლა მინდა ერთი ლექსი გითხრათ რუსულად. აგიჭერე. Товарищ ვერ. Пойдет она. Звезда пленительного счастья. Сердце пленительного счастья. Грузия станет ясна и на обломках самовластия напишут ваши имена. Ваши имена. Თქვენ ლექსია, ხო? Აი ლექსია, მაგრამ ამის ავტორი თვითონ არის. ის თქვენ ხარ, თქვენ? არა ვარ მე მაგის ავტორი და მაგის ავტორის მამა გვტარე ეს იმის რომელიც დათო მაღრაძის მამა თუ გახსოვთ. ეს ვინ დაწერა? იმან დაწერა რუსულად ეს ლექსი. აგი რაცო, აი კარგად. ვახჩი. ეს ლექსი დაწერა დათო მაღრაძის მამამ. აი 2-4-9-4-60 კი არა და რეკლამა და ბატონი გოგი 80-ური მოვა. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ ბატონი გოგი 80-ური ისტორიკოსი არის ჩვენი განცემის სტუმარი მოგესალმებით მაგრამ მიკროფონი არა. კაი პირდაპირ ეთერში დავუმატოთ. ეხლა უკვე რა მოგესალმებით. როგორ ზანდებთ? მადლობთ. ჩვენ დავიწყოთ საუბარი იმაზე რაც გვაღელვებს მაგრამ რაც შეიძლება პოლიტიკური სპეკულაციების საგანიც გახდეს, ხო? იმიტომ რომ გამხდარა. ეს არის ჩვენი ისტორიული ძეგლების ბედი საზღვარგარეთ. კონკრეტულად თურქეთში. დავიწყოთ იქიდან პატარა ისტორიული ექსკურსი რომ გავაკეთოთ. ეს არის ტაო-კლარჯეთის ტერიტორია, რომელიც საქართველოს იურისდიქციის სახელმწიფოს ან იქაური მთავრების იურისდიქციის ფარგლებში იყო რამდენი წელი, რამდენი საუკუნე. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, მე 16 საუკუნემდე უძველესი დროიდან მოყოლებული ქართველური ტომები ცხოვრობდნენ იმ ტერიტორიაზე. იყო ქართული სახელმწიფო შემადგენლობაში მერე გარკვეულ პერიოდში მცირე ხნით ჰქონდათ სომხებს მიტაცებული ეს ტერიტორია. სომხეთის სახელმწიფოს? სომხეთს, აი ველიკა არმენია რო იყო და ტიგრან მეორე. აი ძალიან ადრე. ხო, ნუ ძველი წელთაღრიცხვის მეორე პირველ საუკუნეში და ახალი წელთაღრიცხვის მერე დაბრუნებული იქნა ეს ტერიტორიები უკვე. ჩვენს მიერ არის საქართველოს შემადგენლობაში. მე-16 საუკუნის ბოლომდე, სანამ თურქეთმა არ მიიტაცა, ოსმალეთის იმპერიამ არ დაიპყრეს, არ მიიტაცეს ეს ტერიტორია.
და რა მარტო ეს ტერიტორია ხა სამცხე-ჯავახეთის დღევანდელი ესეც ოსმალების შემდეგ რუსების მეშვეობით მოხდა სამცხე-ჯავახეთის გათავისუფლება და იმის იქით არ წასულა ეს რუსის ჯარი. მე-19 საუკუნეში იყო 1806-12 წლებში, მაგრამ ის ამ ხარჯს ასე ვთქვათ, უშედეგოდ დასრულდა და 28 მაშინ ახალქალაქი იქნა აღებული, ფოთიც იქნა აღებული, მაგრამ რუსეთს მოუწია მერე ამ ხელშეკრულების გადახდება. ხო, ზავის პირობების ეს იარაღით აღებული დაუბრუნა ისევ თურქეთს. ეს იყო 1812 წლებში ეს რუსეთ-თურქეთის ომი. მე იყო 1828-29 წლების ომი რუსეთ-თურქეთის ისევ ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ხო. იმიტომ რომ სწორედ ეს მხარე დღევანდელი სამცხე-ჯავახეთი სამცხე-ჯავახეთი. ამ დროს საქართველოში რა თქმა უნდა რუსული იმპერია, გუბერნია, საქართველო. ქართველებს იღებენ ქართველების იღებენ მონაწილეობას. ის ძალიან ნიშანდობლივია, ისეთ აი რუსეთ-ირანის ომებიც იყო ამ დროს, ამ პერიოდში სწორედ აი რუსეთ-თურქეთის ომების დაახლოებით პარალელურად 4-13 წლებში იყო ის რომ 6-12 წლებში იყო რუსეთ-თურქეთის ომი. რუსეთ-ირანის ომი იყო 4-13 წლებში და მერე ზუსტად წინ უსწრებდა რუსეთ-თურქეთის ომს 26-28 წლებში. ანუ რუსეთი დევნიდა ამ ორ იმპერიას სამხრეთ კავკასიიდან. ხო, ამ ორ იმპერიას სამხრეთ კავკასიიდან, შავი ზღვისპირეთიდან, საერთოდ აქ დევნიდა სამხრეთ კავკასიიდან. კავკასიიდან კი ბატონო. მე-19 საუკუნეში მიდის აი ცნობილი 25 წლიანი ომი შამილის წინააღმდეგ 1800 და შამილს ძალიან ხარს უჭერდნენ თურქეთიდან სწორედ. კი, და შამილის მიზანიც იყო სწორედ საქართველოს ტერიტორიის გავლით თურქეთთან შეერთება. ხო და ამ ომებმა ხა რუსებს რა თქმა უნდა ეს ჩვენთვის არ გაუკეთებიათ არა. 28-29 იმპერიის კეთილდღეობისთვის, იმპერიის საზღვრების გაფართოებისთვის, იმპერიის ინტერესებიდან გამომდინარე გააკეთა, მაგრამ ობიექტურად ეს ასე ვთქვათ ჩვენი და რუსეთის ინტერესები დაემთხვა ერთმანეთს. ამიტომ გეუბნებით, აი ძალიან ნიშანდობლივია განსაკუთრებით აი მე-19 საუკუნის დასაწყისში და 1832 წელს იყო ბოლოს შეთქმულება, მე ასე ვთქვათ შეთქმულებების შეიარაღებული გამოსვლები, მანამდე 1802 წელს, 1804 წელს, 1812 წელს, 1819 წელს სულ აჯანყებები იყო რუსეთის წინააღმდეგ. საქართველოში და გამოსვლები, მაგრამ მაგალითად რუსეთ-ირანის ომის დროს 4500 ქართველი იბრძოდა მოხალისედ რუსეთის ჯარში. და ეს რითო ბრძოდა რატო? იმიტომ რომ მიდიოდა ბრძოლა ჭარბელაქანის საინგილო, თქვათ ასე ვთქვათ, ხევანდელი ამის დასაბრუნებლად და იმ ტერიტორიების ასაღებად. ასე რომ ეს ეროვნულ თვითშეგნებაში ჩვენთან ძალიან მყარად იჯდა რა იყო ქართული და რა იყო საქართველო. ამიწევი იყო ქართული. თურქეთი განიდევნა ახალციხიდან. თურქეთი განიდევნა, მაგრამ აჭარაც დაბრუნდა. აჭარა ცოტა მოგვიანებით 1877-78 წლებში იყო რუსეთ-თურქეთის ომი და ამ ომის შემდეგ დაბრუნდა. აჭარა საქართველოს შემადგენლობაში. ეხლა ესეც ძალიან ნიშანდობლივი ფაქტია, ისეთ რომ მიუხედავად იმისა, რომ აჭარის მოსახლეობა მაშინ ძირითადად მაჰმადიანი იყო, რა? რა თქმა უნდა, ამდენი საუკუნე უკვე. ხო, ამდენი საუკუნის განმავლობაში თუმცა იქ რელიგიური ნიშნით დევნა, ეთნიკური ნიშნით დევნა არ მიმდინარეობდა, ხო? ეთნიკური ნიშნით დევნა, რელიგიური ნიშნით დევნა უფრო მიმდინარეობდა, ეთნიკურითაც მაინც ნუ გასაგებია რა თურქი, საერთოდ რაშია იცით საქმე? აი თურქეთის იმპერიამ ერთადერთი გამონაკლისი თავისი სახელმწიფოებრიობის არსებობის ისტორიაში აი ფაშებად დანიშნვასთან დაკავშირებით დაუშვა სწორედ აი ახალციხის ფაშებთან მიმართებაში, ჯაყელებთან მიმართებაში. და ქართველი ეროვნებაზე არ არის აქ საუბარი. თურქეთის იმპერიაში თუ ადამიანი არ შევიდოდა სამხედრო სამსახურში, ის ვერავითარ თანამდებობას ვერ დაიკავებდა. ვერც რომელიმე ვილაიეთის ფაშად ვერ დაждდებოდა, ვთქვათ. და თუ მაჰმადიანი არ იყო, ხო რა, მას ამ სამხედრო სამსახურში არ იღებდნენ. ამიტომ მას ხდება ძალიან ბევრი სავარეულოები, რა. აი მაგალითად შალიკაშვილები, აი ეს ჯონ მალხას შალიკაშვილები და ის რო მისი ძმა რა, ჩვენი ცნობილი ნატოს გენერალი შალიკაშვილი. ეს შალიკაშვილები იყვნენ სამცხის დიდებული თავადები. გადმოვიდნენ კახეთში ჰქონდათ მათ მამულები თუ გახსოვთ. გამოვიდნენ. ხო ასე ვთქვა დიასამიძეები, ავალიშვილები ნაწილი იქ დარჩა, ნაწილი წამოვიდა. ძალიან ბევრი ცნობები არის საბუთები ამის თაობაზე. გლეხები მთელი სოფლები აიყარდნენ და წამოვიდნენ იქიდან. უარი თქვეს გამაჰმადე, ხო, გლეხს ვთქვათ ასეთი ის არ ქონდა პრობლემა. რაც თავადაზნაურობას რა ვთქვათ, მაგრამ გლეხს გადასახადი ედებოდა იმ ხელა რომ მისთვის მიწის დამუშავება აზრს კარგავდა. გადასახადი სარწმუნოებაზე ასე. ხო.
ხო და ახლა გამონაკლისი რა დაუშვეს რომ ახალციხის ფაშები იყვნენ ერთადერთი ვისაც მემკვიდრეობით გადაეცემოდათ ეს ახალციხის ფაშობა. კი. ესეთი იქ იყო სპეციალური სულთანის ბრძანება ბარათი რომელსაც აძლევდა და ხუთი სამი წელი ერთი წლით ნიშნავდა და ყოველ წელიწადს შემდგომში ხან სამ წელიწადში ერთხელ მოახალებდა ამას. აი იმ დროს როდესაც ოკუპირებული იყო ეს ტერიტორია თურქეთის მიერ ამ ჩვენს ძეგლებში ღვთისმსახურება მიმდინარეობდა თუ უკვე იმ დროიდან თანდათანობით აიკრძალა სულ სხვადასხვის მართლმადიდებულ ქრისტიანობას ყველა დამპყრობელი ერჩოდა დაწყებული სასანიდური ირანიდან მოყოლებული როცა მივიღეთ მეოთხე საუკუნიდან მოყოლებული რომელსაც ჩვენი გამაჰმადიანება უნდა ისა გამაზდიანება უნდა და ასევე არაბებიც ებრძოდნენ ასევე ებრძოდნენ თქვათ შემდგომში რელიგიას ჩვენსაც რა ნუ ოსმალები და ყიზილბაშები მე ხო და ეს ბრძოლა იყო სწორედ იმიტომ მიმდინარეობდა ასეთი ბრძოლა ქრისტიანობის წინააღმდეგ რომ თემურლენგის მაგალითად ლაშქრობების ამდენი შემოსევის და ასეთი სისასტიკის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი მიზანი სწორედ საქართველოს გამაჰმადიანება იყო. ანუ ეს შემკვრელი იყო ეს რელიგიური შემკვრელი რომელიც სტიმულს აძლევდა ბრძოლისთვის და წინააღმდეგობის და მათი აზრით როგორც კი ეს პრობლემა არ იქნებოდა იგივე იყო ხეთი დასავლეთ საქართველოშიც მაგალითად მე-6 საუკუნეში იყო ცნობილი ესეთი 20 წლიანი ომი ან დიდი ომიანობა ეგრისში და ირანსა და ბიზანტიას შორის მიმდინარეობდა ეს ბრძოლა ეგრისის ტერიტორიაზე. აი ცნობილი გუბაზ მეფე როდესაც იქნა მოკლული 554 წელს მაგრამ როგორც კი ბიზანტია დაეცა ბიზანტია არ იყო დაცემული მაშინ იქ სხვა მომელები იყო ხა ამაზე ნუ გავაგრძელებთ მე-15 საუკუნეში დაეცა ხო ბიზანტია 1453 მე-15 საუკუნეში როგორც კი ბიზანტია დაეცა მე ნელ-ნელა ოსმალეთმა ბიზანტიის მერე ტრაპიზონის იმპერია აიღო და მე ყირიმის სახანო აიღო და სხვა გაგვიმეზობლდა მთლიანად მოგვადგა და ჩავკეტეს ხა ჩვენთვის ეს იყო ძალიან დიდი ისტორიული თვალსაზრისით კოლაფსი ტრაგედია იმიტომ რომ 3 წლიანი როგორ გითხრათ პერსპექტივა ერთადერთი დაგვრჩა ესეთი შეურიგებელი ბრძოლის და ნუ რუსეთი გამოჩნდა როგორც ხსნელი რუსეთი გამოჩნდა წარმოიდგინეთ როგორც ხსნელი გამოჩნდა და რუსეთთან ურთიერთობა ჩვენსაც აქვს თავისი დადებითი მხარეები ძალიან ბევრი უარყოფითი მხარეც მოიხსენებათ რა მაგრამ ერთი ყველი მხოლოდ სათაგურში რუსეთი თავის ჯარისკაცებს არ მოკლავდა იმის გამო რომ ჩვენ დამოუკიდებელ რა თქმა უნდა ხა ჩვენი გულისთვის არ არის არც ერთი საერთოდ ესეა არც ერთი ქვეყანა არც ერთი ქვეყანა მეორე ქვეყანისთვის თავს არ იწუხებს თუ მისი ინტერესები არ დევს ამაში და მით უმეტეს იმპერია რა და თქვენ წარმოიდგინეთ რა შეიძლება საქმე ხა აი რუსეთი მომოვიდა ხო მართლმადიდებლური ქვეყანა ხო ისიც კი ქართულ მართლმადიდებლობას ეკლესიების გათეთრების ეკლესიები ჯერტი ეს იყო განპირობებული იმით რომ ბევრად უფრო მაღალი კულტურა დახვდა აქ ვიდრე იყო მისი კულტურა თუნდაც ეკლესიური ძველი რა თქმა უნდა იმიტომ რომ ხუროთმოძღვრებაც ბევრად უფრო ძველი და ბრწყინვალე ხუროთმოძღვრების ნიმუშები გვაქვს ახლა ამის ჩამოთვლა შორს დაგვიყვანს კედლის მხატვრობებია ყველაფრიანაც ვთქვათ რა და გარდა ერთი ეს და მეორე კიდე რუსეთის იმპერია ძალიან კარგად ხედავდა რომ ქართული მართლმადიდებლობა რა ეს ეროვნულ ნიადაგზე იყო აღმოცენებული და ამას ეფუძნებოდა სწორედ ჩვენი იდენტობა მაცემენტებელი იყო ეს იყო შემკვრელი ერის კი ბატონო ამის ამ ფასეულობის გარშემო იკვრებოდა ერი და ამ ფასეულობაში შე შემთხვევაში მე დაკითხოთ რომ ხა ილია სიტყვები როა რომ მამული ენა სარწმუნოება რა ეს არის აი სამი ძირითადი ქვაკუთხედი სწორედ რაზეც იდგა ქართული და ამიტომაც აი ეს ეკლესიების რიცხვის ასე ვთქვათ კატასტროფული შემცირება რომ მხოლოდ დიდ ქალაქებში დატოვეს მხოლოდ რუსულ ენაზე შეიძლებოდა ქალაქების დაწირვალოსთვის ჩატარება რა ესეც ამას ემსახურებოდა ხო და რომ დაუბრუნდეთ იმ ჩვენს ისტორიულ ძეგლებს რომლებიც დარჩა ოსმალეთში იქაც აიგრძალა მალევე თანდათანობით ესეც არის აი ოსმალეთი მაგალითად რა მინიმალურად მაინც უშვებდა კათოლიკური ეკლესიების არსებობა სომხური ტიპიკონის არსებობა სხვათა შორის და მაინც მინიმალურად მაგრამ მაინც უშვებდა და ქართული აბსოლუტურად იმას ქნა და აი მოსკოვში და აი ამ შეწყდა ღვთისმსახურება თანდათანობით იმ
ტაძრებში? ნუ რა იყო იმ ტაძრებში და მაგალითად ოშკის ტაძარში უკანასკნელ დრომდე მიშენებული იყო მეჩეთი და ტაძარი ცალკე ასე ვთქვათ მიშენებული იყო მეჩეთი, ეს მეჩეთი მოიხსნა ეხლა ამბოლოდი რომ ოშკის ტაძრის სამონასტრო კომპლექსი ხახულშიც მეჩეთია გახსნილი. ეს რატო იყო ეს? ეხლა ეს ოშკის ტაძარი კი არა საერთოდ ეს მხარე ეხლა ჯერ კიდევ მარი ბროსე ესეთ პირველი ევროპელი ქართველოლოგი ასე ვთქვათ, როდესაც ჩამოვიდა საქართველოში, ერთი განუზომლად დიდი იყო მისი ინტერესი სწორედ საქართველოსადმი. როდესაც ის პეტერბურგიდან საქართველოში ჩამოვიდა, აქ მივლინებით 10 თვიანი იყო, 11 თვიანი იყო მისი მივლინება და მივლინება ესეთი სათაურის ვთქვათ, ასეთი მივლინება იყო, რომ ქრისტიანული კავკასია უნდა მიმოეხილა, მოენახულებინა და მიმოეხილა. ქრისტიანული კავკასია არის სომხეთიც, ხო? არა? თვენახევარი იყო სომხეთში და დანარჩენი დრო იყო საქართველოში. ახლა უკვე გასაგებია რა მისი ასე ვთქვათ გამორჩეული ინტერესი საქართველოსადმი. მარი ბროსი ახდენს კლასიფიკაციას. ძალიან საინტერესო წერილი აქ ეს არის შეიძლება ვთქვათ პირველი ინსტრუქცია იმდროინდელი მკვლევარებისადმი თუ როგორ უნდა მოხდეს საერთოდ ექსპედიციების მომზადება, ძეგლების შესწავლა და ასევე ორი წერილი აქვს ამასთან დაკავშირებით და ერთ-ერთ წერილში ჩამოთვლილია აი ხარისხობრივად ასე ვთქვათ, რომელი მხარე არის და რაოდენობრივად ყველაზე მდიდარი საქართველოს საინტერესო და მდიდარი და სწორედ დაუკლარჯეს აძლევს უპირატესობას. ეხლა ეს არის ჩვენი ისტორიის ყველაზე ეხლა აი ბრწყინვალე ფურცლები რა, ერთ-ერთი უბრწყინვალესი ფურცლები ჩვენი ისტორიის. ეს ეხანდელი რა რაიონია? ახალციხე, ახალქალაქი. არა, ახალციხე და ახალქალაქი აქ არის საქართველოში. ჩვენ პრობლემები გვაქვს ის რაც არა, ზოგადად დაუკლარჯეთი რა მხარე იყო თქო. საქართველოს ახალციხე, სამცხე, ჯავახეთი და აჭარის ტერიტორიას მოიცავდა და იქამდე ჩადიოდა. კი ბატონო და თურქეთის დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე გადადიოდა იქით და ეს მთლიანად მოიცავდა აჭარის ტერიტორიას? მთლიანად, მაგრამ დიდ დაწესყოში შავზღვამდე ჩადიოდა და ბათუმი სადაც არის, ეგ იყო დაუკლარჯეთი. დაახლოებით იქამდე ეს მიდიოდა ბათუმის რეგიონი, რომელიც მერე შეუერთეს იმას ტრაპიზონის ვილაიეტს, მიუერთეს, იქამდე მიდიოდა. ეხლა ეს ტერიტორია იყო, ასე ვთქვათ, იქ შეიქმნა ქართველთა სამეფო, ეგრეთ წოდებული. მე-19 საუკუნეში აშოტ კურაპალატი იყო ქართლის უკანასკნელი ერისმთავარი არაბებმა, როდესაც აიყვეს საქართველოს მაშინ იმ დროს ერისმთავრები არსებობდნენ საქართველოში. მეფე არ იყო, ხო, მონარქია? მეფე არ იყო, ჯერ 523 ბაგრატიონთა მონარქია არ არსებობდა. ეს დაუკლარჯეთები ისინი ბაგრატიონები არიან გვარად. აქედან არიან. ბაგრატიონები არიან პირველი ერისმთავარი ქართლის 523 წელს ქართლში მეფობა გაუქმდა ირანელების მიერ. და მერე ცოტა ხანში ძალიან დაახლოებით 60-იანი წლების ბოლოს მე-6 საუკუნის ქართველმა ერისთავებმა თავისი წრიდან აირჩიეს თავისი მეთაური, ერისმთავარი, ერისთავთა მთავარი, ანუ ოღონდ არ ქონდა მონარქის უფლება-მოვალე შეზღუდული მონარქია, ასე კონსტიტუციური არა, შეზღუდული და ანგარის, იმიტომ რომ ის იყო თანასწორთა შორის პირველი. ხო, ეს არის მონარქია. აი ეს გუარამი პირველი ქართველი ერისთავარი არის ეს ბაგრატიონთა საგვარეულოს წარმომადგენელი. აქ იმ მხრიდან როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ. შემდგომში ეს ბაგრატიონების შტუდად ხდება სწორედ აი ტაოკლარჯეთში გადადის თავის დედულეთში, როდესაც აშოტ კურაპალატი უპირისპირდება ბიზანტიელებს უკაცრავად არაბთა ხელისუფლებას. დიახ. და გადადის ტაოკლარჯეთში, აი არტანუჯი, რომელიც ვახტანგ გორგასლის დაარსებული ციხე იყო იქ, ციხე ქალაქი, დედაქალაქად აქცევს ამ არტანუჯს, ეს არის ძალიან ისეთი მდებარეობა აქ არტანუჯს რა, სტრატეგიული გეოგრაფიული თვალსაზრისით ძალიან ხელსაყრელი, ამიტომაც ხდება ეს დედაქალაქი და შეექმნება ახლა ამას ძირითადი თემების მიხედვით რეგიონების მიხედვით ტაოკლარჯეთის სამეფოს ეძახით არა ესე? სამეფო? სამეფო იყო დიახ. იმიტომ რომ ისინი ხდებიან ჯერ ატარებენ ისინი ბიზანტიურ საკარისკაცო ტიტულებს ატარებენ, მაგრამ 888 წელს აი ამ აშოტ ბაგრატიონის შთამომავალმა არაბებმა იქ ვერ ჩააღწიეს? ვერა. ვერ ჩააღწიეს. იყო მცდელობა, სხვადასხვა აშოტ ბაგრატიონი არაბებისა და მათი მოკავშირეების, ის ვინც გადაიბერეს არაბებმა, მათ მიერ იქნა მოკლული. მაგრამ მიუხედავად ამისა, ამებომ შეძლო თავისი დამოუკიდებლობის შენარჩუნება. ბიზანტიის იმპერიის როგორ ვთქვათ ახლა ვასალი ცოტა ხმამაღალი ნათქვამი სიტყვა იქნება იცით?
მოკავშირე, მაგრამ უმცროსი მოკავშირე. ხალხს არ უხდიდნენ. ხალხს არ უხდიდნენ. აი ისიც რომ როდესაც ადამიანს თავისი თავი მეფედ გამოაცხადა რა, უკვე იმას ნიშნავდა რომ მას მეფობაზე ჰქონდა პრეტენზია და არა მარტო პრეტენზია, არამედ განახორციელა კიდეც დინასტიას ოფიციალურად. აშოტ ბაგრატიონის შთამომავალია ეს ადამიანს, უთხრა ქართველთა სამეფო. აი ამ ქართველთა სამეფომ თავისი ძლიერების ზენიც ფილებელფას მიაღწია სწორედ აი დავით მესამე კურაპალატის დროს. კურაპალატის ტიტულს არ არის. ეს არის მე-10 საუკუნე. აქ აქეთ რა ხდება ქართლში ამ დროს? საქართველოს ამ დროს დაშლილი არის, ასევე სამეფო სამთავროებად არის დაშლილი. თბილისში ამირაზის არაბი, რომელიც ხალიფას ექვემდებარება, რომელსაც ხალიფა ნიშნავს. მაგრამ უკვე მე-10 საუკუნიდან, მე-11 საუკუნიდან, მე-10 საუკუნიდან კავშირები ნაკლებად ეს არაბი ამირები თბილისის ამირები, რომელსაც არაბი ხალიფა ნიშნავს, უკვე დამოუკიდებლობისაკენ მიისწრაფიან. უნდათ რომ იყვნენ ისეთივე დამოუკიდებელი ერთეულის მმართველები, თქვათ როგორიც არის აფხაზთა სამეფო, ანუ დასავლეთ საქართველოს, დასავლურ ქართული სახელმწიფო, კახეთში რა ხდება მაგ დროს? კახეთშიც ახლა რა ხდება იცით რა შეა საქმე? ამას ქვია რომ საქართველოს დაიშალა ესეთი იმით თქვათ საკუთარ ფეოდალურ სამეფო, ადრე ფეოდალურ სამეფო სამთავროებად. აქ დაშლა კი არ მოხდა. მოხდა როგორიცაც აი მსხვილი პოლიტიკური ერთეულების, სამეფოების და სამთავროების ჩამოყალიბება საქართველოს ტერიტორიაზე. არაბებს ცენტრში აქვთ უფრო მტკიცედ ფეხი მოკიდებული. თბილისის შემოგარენში. თბილისი და მისი შემოგარენი, თბილისი და ქვემო ქართლი. აქ აქვთ ფეხი მტკიცედ მოკიდებული და დანარჩენ რეგიონებში, პერიფერიებზე ასე ვთქვათ რა, შედარებით ცენტრიდან მოშორებით, ხდება იმ ძალების თავმოყრა, რომლებიც თანდათანობით არაბებისგან თავს ინთავისუფლებენ. ქართული სახელმწიფოები, კახეთი, ტაო-კლარჯეთი და დასავლეთ საქართველოში მთლიანად აფხაზთა სამეფო, ანუ როგორც გითხარით, ეს არის დასავლურ ქართული სახელმწიფო. ანუ ეხლა სადაც არის იმერეთი და სამეგრელო და აფხაზეთი. იმერეთი, სამეგრელო და აფხაზეთი და მთლიანად მთელი დასავლეთ საქართველოს რომ ავიღოთ. ფათაშორის, აი ხა ხო არის პრეტენზიები აფხაზთა მხრიდან, აფხაზი ისტორიკოსების მხრიდან, რომ ეს აფხაზთა სამეფო იყო აფხაზური სამეფო და ყველაზე ცნობილი აფხაზი ისტორიკოსები ბატონი ზურაბ ბანჩაბაძე და გიორგი ძიძარია. როდესაც ამ საკითხებს აშუქებდნენ, რა წერდნენ მაგალითად აფხაზთა სამეფო და ფრჩხილებში უწერდნენ დასავლურ ქართული სახელმწიფო. ასე არის ეს გამოქვეყნებული ხა ერთ გასაგებია ხო აფხაზი ისტორიკოსი ძალიან ბევრი ამაზე ძალიან ბრაზდებიან ხოლმე და ამბობენ რომ აი ბატონ ზურაბ ბანჩაბაძის გარდაცვალების მერე გამოვიდა მისი წიგნი რომ ეს წიგნი ვითომ აქ თბილისში ინსტიტუტიდან ინსტიტუტში ათრიეს და შეცვალეს იქ რაღაცეები თორე ბატონი ზურაბი ასე არ ფიქრობდა ამ დროს ბატონი ზურაბის სიცოცხლეშივე და გიორგი ძიძარიას სიცოცხლეშივე აი აიღოთ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია და გადაშალოთ იქ არ წერია ასე მათი სტატიებია იქ და ეს არის დასავლურ ქართული სახელმწიფო სადაც ტაო-კლარჯეთს გადამწყვეტი როლი ჰქონდა გადამწყვეტი როლი ჰქონდა ტაო-კლარჯეთმა თვითონ დავით კურაპალატმა რა საქართველოს გადაარჩინა ისეთი ბედისაგან რაც დაემართა სომხეთს რა იმ ბედისაგან რა და სომხეთის გაერთიანება ვერ მოხერხდა. სომხეთის ასევე ცალკეულ სამეფო სამთავროებად იყო იყო თქვა და ანისის სამეფო, რაღაც სხვადასხვა სამეფოები იყო რა. იქ ამათი გაერთიანება ვერ მოხერხდა და ჯერ ბიზანტიამ ნელ-ნელა გააუქმა ეს სომხური სამეფოები და მე-11 საუკუნის შუა ხანებიდან მოყოლებული, მე როდესაც უკვე თურქ-სელჩუკებმა დაიპყრეს რა, ჯერ ბიზანტიელებმა და მე თურქ-სელჩუკებმა სომხეთს უკანასკნელ დრომდე ასე თქვა თავის სახელმწიფო აღარ ქონია. ეგ როდესაც რუსებმა მე-19 საუკუნეში ხა სახელმწიფო არ იყო ის არც ქართული სახელმწიფო იყო თქვა რა და არც მაგრამ ნუ სომხური მიწების გაერთიანება მოხდა და სომხეთი როგორც ასეთი რა ხო ერთიანი არ არსებობდა იქ იყო ან მაჰმადიანური პოლიტიკური ერთეულები ან იყო საქართველოს შემადგენლობაში როცა ჩვენ ვიყავით ძლიერი მაგრამ ნუ თავისი ეროვნული თვითშეგნება და სახე სომხებს ძალიან ისეთ კაფეოდა აქვს რა გამოხატული და ეს თავისი ეროვნულობა შეინარჩუნეს მაგრამ სახელმწიფოებრიობა რელიგიურობა სახელმწიფოებრიობა ვერ შეინარჩუნეს და არ იყო დავით კურაპალატი იყო ის პიროვნება რომელმაც ბაგრატ მესამე აი ერთიანი ქართული ფეოდალური მონარქიის პირველი მეფე გამოაცხადა თავის შვილობილად
და ყოველნაირად შეუწყო ხელი იმას, რომ საქართველოს გაერთიანებულიყო, ის ასულიყო ტახტზე და გაერთიანებინა საქართველოს. ახლა ბაგრატ მესამის კანდიდატურის შერჩევაც როგორც შემთხვევით არ მოხდა რა. ეს ისე არ იყო, რომ იმიტომ რომ ბაგრატიონი იყო, თქვათ, რა, იმიტომ სხვადასხვა კონკურსი იყო, ასე თქვათ. ხო, კონკურსი ხო, არა, ბაგრატი აერთიანებდა თავის თავში ლეგიტიმური საფუძველი იყო მთელი საქართველოს მეფობისა მასში თავმოყრილი. ანუ ის იყო შთამომავალი. ის იყო შთამომავალი. აი ესეც საინტერესო ის იცით, ხა თვითონ დავითიც და მისი უფროსი ძმა ბაგრატიც რა, ასე ვთქვათ, აი ეს ღმერთმა ინება. შვილი აკავდა. არც ეს არც მისი უფროსი ძმაც უშვილოდ გარდაიცვალა, თვითონაც უშვილოდ. ანუ არ იყო პირდაპირ მემკვიდრე. პირდაპირ მემკვიდრე არ ყავდა, თორე გამორიცხული, ასე ვთქვათ, მაშინა რა, ის დაიკავებდა იმ აუკლარჯეთის სამეფოს ტახტს და ეს დარჩებოდა აქეთ. დასავლეთ საქართველოშიც უკანასკნელი მეფეები, აფხაზთა სამეფოსი, აფხაზთა მეფეები უკანასკნელი, ან მთლიანად დასავლეთ საქართველოს მეფეები 4 ძმა იყო. 4-ვე უშვილოდ გარდაიცვალა. 4-ვე უშვილოდ. ესეც ფანტასტიკის სფერო. ლეონი იყო, მერე დემეტრე იყო, მერე იმასა ფაქტურად არ უმეფე ერთი იყო, ჩალა მეფეს ეძახოდნენ და ბოლოს იყო თეოდოსი, ისიც უშვილოდ. გარდაიცვალა და ბაგრატის დედა, ამათი და იყო და ამიტომ ბაგრატის დედა იყო ამათი და ამიტომ ბაგრატი იყო პირდაპირი და უშუალო მემკვიდრე სწორედ აი დასავლეთ საქართველოს სახელმწიფოს და გაერთიანდა ამ ამან ჩაუყარა საფუძველი. ახლა ქართლის თვითონაც ბაგრატიონი იყო რა? კი, რა თქმა უნდა. გარკვეული მასას ეკუთვნოდა. ქართლში არის ამ დროს შიდა ქართლში. არის უმეფობის ხანა შიდა ქართლში. ერისთავები არიან. თავადობა ცოტა გვიან შემოდის მე-14 საუკუნეა. არიან ერისთავები, რომლებიც თავთავიანთ მას მამულებს, ლოკალურ მამულებს განაგებენ. და არიან პანარაბული გავლენის ქვეშ, ხო? პანარაბული ერისთავი ახლა ანგარის უწევდა ალბათ, ხო? თბილისის ამინას. ქსნის ერისთავები, საერისთავო ყალიბდება ეს სათავადოდ ყალიბდება უკვე მე-14 საუკუნეში. ეხლა მან არის ამ დროისათვის არის ტბელების საგვარეულო, თქვა, ყანჩაველების საგვარეულო, კორინთლების საგვარეულო. ეს დიდი ფეოდალური სახლებია ძალიან. ძლიერი ფეოდალური სახლები, რომლებიც ხო ქართლის ერისთავობაზე აცხადებენ პრეტენზიას. გარკვეულ ტერიტორიაზე არაბებს ანგარის უწევენ. არაბები მე-10 საუკუნის 914 წელს იყო ბოლოს აბულკასიმის ლაშქრობა და მანამდე ესეთი ცნობილი ლაშქრობაა, ბევრი მაინც ალბათ 853 წელს ბუღათურქის ლაშქრობა. ატენის სინაზი არის. აი ეხლა მიუხედავად იმისა, რომ ორივე ეს ლაშქრობა წარმატებული იყო არაბებისათვის, რა, მაინც მოხდა ისო ფაქტურად არაბობა გადავარდა. ამანაც ხელი შეუწყო. კულტურული ასიმილაცია მოხდა, არაინტერესებდა არაბებს. პოლიტიკურად ვეღარ უმაშვებოდნენ არაბები, ვეღარ გაწვდნენ ამდენს პოლიტიკას, აფრიკას ვეღარ და ამიტომ მე-10 საუკუნის აი ეს დაახლოებით 20-იანი 30-იანი წლები და თანდათანობით უკვე შესუსტდა ბაღდადში იყო ხალიფა. ბაღდადში ის ხალიფა და რო შესუსტდა ამანაც სხვადასხვა ძალიან შეუწყო ხელი საქართველოს სწორედ აი ეკონომიკურ განვითარებას. მომიგეთ პოლიტიკურ განვითარებასაც და ეკონომიკურ განვითარებას ქვეყნისას აი ახალ ქალაქები ჩდება სწორედ ამ დროს. ახალ ქალაქია თვითონ სიტყვა რა და აი ესეთი ახალ ქალაქები ჩვენ ცოტა ძალიან გავერთეთ, მაგრამ ნუ შემდეგ ხდება ის რომ აი ეს გახდა ერთიანი საქართველოს მეფე ბაგრატ მესამე. აი ხდება ის რომ სწორედ ამ დავით კურაპალატის მეფობაში არის ძალიან ბევრი ეკლესია იქ აგებული. ეხლა ეს არის ის ტერიტორია, რომელიც დაკავშირებული არის გრიგოლ ხანძთელის სახელთან. კი, გრიგოლ ხანძთელი უდიდესი რეფორმატორი, უდიდესი მოღვაწე, უდიდესი საეკლესიო მოღვაწე, უდიდესი სამონასტრო მშენებლობა იქნა გაჩაღებული ტაო-კლარჯეთში. ეს მხარე საერთოდ იმ დროს როდესაც გრიგოლ ხანძთელი ჩადის, ერთადერთი ოპიზის მონასტერი არის, რომელიც მოქმედებს. იმ დროს დანარჩენი სულ არის სახსრები იყო ბიუჯეტი. მურვაყრუს ლაშქრობების შედეგად არის ფაქტურად მოოხრებული იქ ორი ხარი. სახელმწიფო ბიუჯეტი იქ არის, რომ იქაური ბაგრატიონები, ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონები, ადგილობრივი ფეოდალები ძალიან ეხმარებოდნენ გრიგოლ ხანძთელს. მან მოახდინა შტაბეჭდილება. ძალიან დიდი შტაბეჭდილება მოახდინა და ძალიან დიდი პატივისცემით იყვნენ გამსჭვალული მის მიმართ.
და აი ეს მთელი სამონასტრო მშენებლობა წავიდა, აი იშხანის ტაძარი მაგალითად რა, ჯერ მე-7 საუკუნეში იყო აგებული, მერე მურვანყულის ლაშქრობების შედეგად დაინგრა და სწორედ გრიგოლ ხანძთელის დეიდაშვილი შეიძლება ითქვას, რომ აი იქ ჩამოყალიბდა ასევე რელიგიურ სამეცნიერო კულტურული ცენტრი, ძალიან ძლიერი რელიგიური და სამეცნიერო კულტურული ცენტრები იყო. იქ არის გადაწერილი ოშკის ბიბლია, ოშკის სახარებები. ეს უდიდესი ქრისტიანული ლიტერატურა იქ შეიქმნა. აი მთელ სამ რეგიონში ეს იყო? მთელ სამ რეგიონში იყო გამორჩეული ოშკი, იშხანი, შატაბერდი, ხახული ეს სამონასტრო კომპლექსები იყო და საერთოდ მაშინ სწავლა განათლება და სამეცნიერო მუშაობა თუ შეიძლება ასე ვთქვას ეს იყო სწორედ ეკლესიის წიაღში მიმდინარეობდა საუსტინგები არის ეს მხარე იყო იმ რეგიონში სემინარიები ეს მხარე იყო იმ რეგიონში როგორც რაღაც ადგილი ეს მხარე ზანოშვილი ასწავლოდა ასე შემდეგ ეს მხარე იყო სწორედ ყველაზე უფრო დაწინაურებული იმ პერიოდში როგორც პოლიტიკურად ასევე კულტურულად დაიპყრეს თურქებმა ჩვენ ხედავთ რომ 400 წელია უკვე იქ თურქეთის სახელმწიფოს იურისდიქცია დღეს რა დღეში არის აი ეს ტაძრები რა პირობებში არის დღეს არის ძალიან მძიმე დღეში ახლა თურქები კაცრავად აი თურქეთის სახელმწიფოს დღევანდელს ის ხო რაღაც საკუთარ მიუხედავად იმისა რომ ეს არ არის ხო მათი სახელმწიფო რელიგიის ხო შემადგენელი ნაწილი ხო უნდა პროგრამაში უნდა ჰქონდეს რაღაც ძეგლთა დაცვის სამინისტრო ხო არსებობს გეტყვით ახლა მაგალითად მივალდი იქაური ძეგლთა დაცვის სამინისტრო ხო ახლა რაში ერთიც საქმე თავიდან თურქები ამ ეკლესიებს ანგრევდნენ აჩანაგებდნენ ეს იქ მეჩეთები გახსნეს ბევრგან და სხვათა შორის აი იგივე თქვა ოშკის და ხახულის რა შეიძლება ითქვას დანგრევისაგან ხელყოფისაგან გადაარჩინა იმას რომ იქ მეჩეთი გახსნეს და ამიტომ აღარ დაანგრიეს ხოდა მაგრამ ანგრევდნენ კიდეც აი მაგალითად ოპიზა ახლა ერთადერთი ბარელიეფი არის ჩამოტანილი იქიდან თბილისის ჩვენს ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში ინახება გზა გაიყვანეს და გაიყვანეს ზუსტად ოპიზის ტაძარზე და დაანგრიეს ეს რომელი ტაძარი 60-იან წლებში მე-20 საუკუნის 60-იან წლებში იმ პერიოდში იქნა აფეთქებული დაახლოებით ტბეთი კომპლექსი სამონასტრო კომპლექსი ტბეთის ტაძარი მთავარი ტაძარი ტბეთის იქნა აფეთქებული რატო ახლა იქაურების გადმოცემით იქ სადაც მე ვიყავი იქ და რაც ადგილობრივი მაცხოვრებლები ლაზები არიან ისინი მოგუყვება ესეთი ის რომ მოყოს ესეთი ამბავი რომ თითქოს ვიღაცამ ქალმა გაიარა როგორც ჩანს ეპილეპტიკი იყო ის ქალი ეპილეფსიით დაავადებული გულყრა დაემართა და მისმა მამამთილმა გადაწყვიტა რომ იქიდან ხატმა შეხედა ცუდა და ამიტომ შეიტანა ჯერ რამდენიმე მანქანა თივა შეიტანა იქ წაუკიდა იმას ცეცხლი და დაუდო დინამიტი და აფეთქა და გადაჭერეს მიუხედავად ამისა მაინც ძალიან გრანდიოზულ საბჭილებას ტოვებს ოშკი რაც არის დარჩენილი რა ეს კედლები დარჩენილი ну არის ესეთი ის რომ იქიდან იყო ასე ვთქვათ რაღაც გამგეობიდან ჩვენი ტერმინოლოგიით რო ვთქვათ ბრძანება ამის დანგრევის კი ეხლა სხვადასხვა ამხრივ ვითარება რადიკალურად შეცვლილია ну თურქეთს უნდა ევროკავშირში და უკვე ხო რადიკალურად შეცვლილია ეხლა 30 წლის წინ საერთოდ იქ ჩასვლას ვერ წარმოვიდგენდით ხო ეს გზები გაიხსნა და მეცნიერის და არამეცნიერის ტურისტის და იცი უბრალოდ მოყოლს გზა გადასარევი გზები არის ყველგან მიყვანილი ყველგან ეს ну თურქეთის სახელმწიფოს ასე ვთქვათ აი ეკონომიურ სიძლიერეზე ლაპარაკობს რომ ყველგან არის გზა მიყვანილი და ელექტროენერგია ყველგან არის აბსოლუტურად მიყვანილი და ეხლა იცავენ ისინი ამ ძეგლებს სხვადასხვა ბანერებიც გამოკიდეს სადაც წერია რომ ეს არის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები მიუხედავად იმისა რომ ყავს ხო ამაში მოდავე მოგეხსენებათ კი ხო და რომ ეს არის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები რომ ეს ქართულ ბაგრატიონთა აშენებული ძეგლებია ეს ბანერები დგას იქ ну და იცავენ ამას ოშკიდან მაგალითად ამას ვერც წარმოვიდგენდით ალბათ არა ოცნებაშიც კი ну ჩვენი მშობლების თაობა რატომ უნდა იყოს რომ ოშკი მეჩეთი მოხსნეს და გაიტანეს ამის გამო რომ ну გახსნეს მოხსნეს და გაიტანეს მეჩეთი ამახინჯებდა ეკაურობას არ ესადეგებოდა და ну რაღაც ამას გაუწიეს ანგარიში თვითონ რატომ არ სურთ დაცვის გარდა რაღაც რესტავრაციაზე აი ხარ როდესაც წავიდა ამაზე საუბარი არის ისინი ხოვლობენ აქ
პარიტეტულ საწყისებზე, მაგრამ რომ აქ იქნეს აღდგენილი ერთი აბანო სად? ახალციხესა და აჭარაში. ახალციხის რეგიონში და აჭარაში არის მეჩეთი, სამი მეჩეთი, ერთი აბანო და ერთი აშენდეს. მეჩეთი. ეს აშენდეს, ეს არის აი სწორედ ეს აზიზიეს ეგრეთ წოდებული მეჩეთი. სანაცვლოდ რას სანაცვლოდ იყო თავიდან საუბარი პირველი ხელშეკრულება რაც მე ვიცოდი რაც ასე ვთქვათ სამუშაო ვარიანტი რაც იყო რომ ამ ხუთის სანაცვლოდ აქ უნდა იქ თურქეთის ტერიტორიაზე 4 ჩვენი ძეგლის რესტავრაცია უნდა მომხდარიყო. ოღონდ ღვთისმსახურება არ უნდა ყოფილიყო, ხო? ღვთისმსახურებაზე არ არის ჯერ ლაპარაკი. შეიძლება არც არის იქ საჭირო, იმიტომ რომ ბევრი მორწმუნე არ არის. ბევრი მორწმუნეზე არ არის საქმე. ღვთისმსახურების აღდგენა აუცილებელიც არის, ძალიან საჭიროა, ძალიან საშური საქმეა. და ეს, არა, გეტყვით ახლა, ამას დრო უნდა იცით ახლა. ხო, გეუბნებით არა, 20 წლის წინ მაგალითად ამას ვერ წარმოვიდგენდით, რომ იმის უფლებას მოგცემენ თან თურქები ჩვენ რომ ჩვენმა რესტავრატორებმა მოახდინონ ამ ძეგლების რესტავრაცია. იქ შეიძლება პრობლემებს იწვევს. ეხლა ეს ისიც რა არის ამ ცოტა ხნის წინ, არც ისე დიდი ხნის წინ თურქებმა მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, მოკლედ აღადგინეს ესეთი ძველი დაახლოებით 100 წლის წინანდელი ხელშეკრულება, სამწუხაროდ მე ხელშეკრულებას საქართველოს არ ფუნქციონირებს და ამიტომ ჩვენ არა ვართ თავის მონაწილენი და ბერძნული და სომხურ ეკლესიებს მისცეს ღვთისმსახურების უფლება. ასე რომ ესეც უკვე აქეთკენ მიდის ნაბიჯები, ხო? ხო და ეს ჩვენი ძეგლები ახლა ხშირად მithქვავს მე როდესაც ამ საკითხზე ყოფილა საუბარი სხვა ტელევიზიებით რომ არც რაოდენობრივად და არც ხარისხობრივად არ შეიძლება შეედაროს იმას რაც უნდა გაკეთდეს საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენი უფრო მნიშვნელოვანია? ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი ოშკისნაირი ტაძარი ეს ხელოვნებაცოდნეების თვალსაზრისია და ჩემი ოშკის მსგავსი ტაძარი იმ პერიოდის მსოფლიოში არ არსებობს. უკაცრავად ფინანსურ მხარეს თუ შევხედავთ ჩვენი ფულით უნდა აღვადგინოთ აქ მათი ისინი თავიანთი ფული. ისინი თავიანთი. ოღონდ ხა ეს ზუსტად არა ეს თქვენ როგორ ფიქრობთ? მოდი პირდაპირ რესტავრაციის თან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ქართველმა რესტავრატორებმა უნდა განახორციელონ. სამწუხარო რომ მინდა გავერთეთ ის ცენტრში ვყვებოდით რომ ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა. თქვენი პოზიცია ბატონებოგი ჩემი როგორია პირდაპირ როგორც პროფესიონალის ან როგორც მოქალაქის? ჩემი პოზიცია არის ესეთი რომ აუცილებლად უნდა სამწუხაროდ ეხლა ეს დავიდა 2-2-ზე. ჩემი პოზიცია ესეთია რომ აუცილებლად უნდა მოხდეს ამ ძეგლების აღდგენა. იმიტომ რომ აი ჩვენ იმის სანაცვლოდ რაც იმიტომ რომ დაინგრევა რა ოშკა. ხანძთას მაგალითად რამოდენიმე წლის წინ გუმბათი ცნობილია ჩაიქცა გუმბათი. ახლა გუმბათის ჩაქცევას რაც მოყვება მე მოგეხსენებათ ხო? დაინგრევა. იშხანი აი ეს ამ ორ ძეგლზე ახლა ოშკზე და იშხანზე საუბარი. იშხანს წინა კედელი გარღვეული აქვს. და შეთანხმება არ შედგა ჯერ? ნუ როგორც ამბობენ, არ ვიცი მე ხა შეთანხმებაში რა წერია, არც არავის არ უნახავს, რომ შემდგარია ფაქტიურად შეთანხმება, ნუ აი დღე-დღეზე თითქოს უნდა მოეწეროს ხელი. ეს რაც ყველამ რაც ვიცით, რაც ვთქვათ, რასაც ტელევიზიით გამცნობენ. იქნებ თქვენი ეს პოზიცია არის ოშკის ტაძარია რა, ხო, აი ჩვენ ამაზე საუბრობდით მანამდე სწორედ რომ განგებას უჭირავს რა ოშკის ტაძარი რა. ისე დღეშია რომ ის გუმბათიც უკვე აი რაღაც იქნებ თქვენ გაქვთ პოზიცია როგორც ისტორიკოსის პოზიცია გაქვთ ხელოვნებაცოდნის, მაგრამ ეკლესიურად მაცხოვრებელი ადამიანის ან საქართველოს ეკლესიის პოზიცია შეიძლება ოდნავ განსხვავებულია. შეიძლება უბრალოდ ეკლესიის იმდან არა, რამაც იქ ცხოვრები მართლმადიდებლების პოზიცია არის ისეთი, რომ მათ არ მოსწონთ მეჩეთის აღდგენა. ეხლა ეს რამე მინდა გითხრათ რა, ის მეჩეთებიც არის ჩვენი ქართველების აშენებული და ჩვენი ისტორია ისიც. რა თქმა უნდა, მე ესე ის აი კვირიკეს ტაძარი აჭარაშია, რომელზეც არის საუბარი მაგალითად რომლის აღდგენაზე, რა ჩუქურთმები აქვს იმას ისეთი, რაც უცხოა საერთოდ მაჰმადიანური ისლამური მაჰმადიანური კულტურისთვის და ეს არის მინდა ქართული. ნუ ოღონდ მე რაც მთავარია ამ ძირითადად აქ ამ იმებში
უნდა ღვთისმსახურება არის მუზეუმის ფუნქცია ქონდა მუზეუმის ფუნქცია უნარჩუნდება და ამ აზიზიას მეჩეთსაც ამაზე არის საუბარი რომ მასაც მუზეუმის ფუნქცია უნდა გქონდეს და არა ღვთისმსახურება. კარგი, ძალიან საინტერესოა ბატონო გოგი. სამწუხაროდ ძალიან ცოტა დრო გქონდა, თუმცა მე მინდა რომ თუ ეს თემა აქტუალური იქნება და იქნება დარწმუნებული ვარ თქვენგან პირობა ავიღო რომ დაგპატიჟებ მომზადები და ხალხს ვეთქვით რაღაცებს. გოგი ოთხმეზური ისტორიკოსი იყო ჩვენ რაცემის სტუმარი, ჩვენ ვამთავრებთ. ხვალ.